ახლა საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობულიშვილმა ზუგდიდში მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბრის სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მთავრობის არომადგენლებთან ერთად დახვრიტეს. 2018 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მამია ალასანია ეროვნული გმირია, მისი თავდადება საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოა. გმირების ხსოვნა არ არის მხოლოდ წარსულის პატივისცემა, ეს არის ვალდებულება, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ღირსეულად მათი გზა, რაც გამოიხატება ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის გვერდში დგომაზე, მათზე ზრუნვაზე. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად, რა თქმა უნდა, პატივი მივაგეთ და შევამკეთ მისი ბიუსტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდში ჩვენ გვაქვს ეროვნული გმირების ხეივანი, სადაც ნებისმიერ ქართველს აქვს საშუალება, მათ შორის ზუგდიდელს, მივიდეს, პატივი მიაგოს იმ ადამიანებს, რომლებიც გამორჩეულები იყვნენ საქართველოს სიყვარული და თავი დასდეს მისი მომავალი ნათელი მომავლისათვის.